ეთერშია ახალი ექვსე სოფო ჩაკვეტაძესთან ერთად საღამომშვიდობის. ვენეციის კომისია დასკვნას არ ქვეყნებს ახალი შესწორებები ხელს უწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობისკენ პროგრესს. რადგან ისინი მიმართულია მოქმედი კანონმდებლობის რამოსწორებისკენ. ეს არის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიამ საქართველოსთან მიმართებაში ახლახანს რა მოაქვეყნა. დასკვნაში რამდენიმე პრობლემურ საკითხზეც არის რამახვილებული ყურადღება. დოკუმენტს უკვე მოყვა პირველი შეფასებები. თემაზე დღეს გვანცა პაპავაძე მუშაობს. გვანცა უფრო კონკრეტულად რა საკითხებზეა რამახვილებული ყურადღება ამ დასკვნაში? ვენეციის კომისიის დასკვნაში ბევრი საკითხზე არის საუბარი, თუმცა მე რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის საბჭო 15 წევრისგან უნდა შედგებოდეს. მოქმედი კონსტიტუციით იუსტიციის საბჭოს იურიდიული კომპონენტი უნდა იყოს არჩეული მოსამართლეთა თვითმმართველობის, ანუ მოსამართლეთა კონფერენციის მიხედვით. დასკვნაში ამ კუთხით გატარებულ ცვლილებებზეც არის საუბარი, ანუ კანონპროექტში შესული სიახლეებით 8 მოსამართლე არჩეული იქნება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. პრეზიდენტს ჩამოერთმება უფლება 2 წევრის წარდგენის, ამიტომ 6 წევრს წარადგენს პარლამენტი უკვე არასამთავრობო სექტორიდან. ვენეციის კომისია წერს, რომ ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს მიესალმება. ვენეციის კომისიის დასკვნას უკვე მოყვა შეფასებები იუსტიციის მინისტრის მხრიდან და მისი მოადგილის მხრიდან. ჩვენ მივცემთ ორკვირიან ვადას პარლამენტს და მოსამართლეებს იმისთვის, რომ ახლიდან აირჩიონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსამართლე წევრებს შორის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ახალი რეფორმის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მინდა მივუწო საქართველოს, რომ ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი იუსტიციის მედიასთან დაკავშირებით. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმითაც, რომ ვენეციის კომისიამ აანთო მწვანე შუქი იმისთვის, რომ ცვლილებები, რომლებსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონპროექტი განხორციელდეს ეხლავე დაუყოვნებლივ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას შეუდგებით კიდევაც. არის გარკვეული ასე ვთქვათ ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციებიც, გარკვეული რეკომენდაციები არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებით. დასკვნაში რამდენიმე პრობლემური საკითხიც არის წარმოდგენილი, მაგალითად სასამართლოსა და პალატების ხელმძღვანელების არჩევნებიდან მოხსნა. ეს ადამიანები არ შეიძლება არჩეულები იქმნენ საქართველოს მოქალაქეთა კონფერენციის მიერ დასკვნის მიხედვით. თუ საბჭომ მთლიანად მართლმსაჯულება უნდა წარმოადგინოს, მაშინ არასწორად ჩანს მართლმსაჯულების სისტემის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის იმ უფლების წართმევა იყოს არჩეული. ვენეციის კომისიის დასკვნას უკვე მოყვა შეფასებები საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მხრიდან შეფასებით ნაწილს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. პრინციპი, რომ იქნეს მაქსიმალურად დეპოლიტიზებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომ პრეზიდენტი არ ნიშნავდეს იუსტიციის საბჭოს წევრებს, რომ პარლამენტი თავის წევრებს არ ირჩევდეს იუსტიციის საბჭოს წევრებად, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობის მიხედვით აღარ იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ეს ყველაფერი არის მოწონებული, მხარდაჭერილი და როგორც ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიულობისკენ, დეპოლიტიზებისკენ, აი ასე არის შეფასებული. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მთლიან რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და არა ნაწილობრივ. სამწუხაროდ ჩვენ მოვისმინეთ პირველ ეტაპზე, რომ თითქოს ისინი კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ გუშინ მე მოვისმინე განცხადებები, რომ ისინი არ აპირებენ მთლიანი რეკომენდაციების გაზიარებას, რაც იქნება ძალიან ცუდი, ეს აუცილებლად აისახება შემდეგ საქართველოს მიმართ სხვა დოკუმენტებში, იმიტომ რომ თუ საუბარია რეკომენდაციებზე უნდა იყოს გაზიარებული თავიდან ბოლომდე და არა მხოლოდ ის ნაწილი, რაც ხელისუფლებას მიაჩნია მისთვის სასარგებლოდ. დასკვნის მიხედვით მომდევნო საკამათო საკითხი სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის საბჭოს წევრობის უფლების მიცემას ეხება, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს. კიდევ რა საკითხებზე საუბრობს ვენეციის კომისია და რა შეფასებები მოყვა მას, ცვლად დეტალებზე ჩვენს მთავარ გამოშვებაში ზუსტად 9 საათზე კი ამბობთ. დიდი მადლობა, ეს იყო გვანცა პაპავაძე. ევროპარლამენტარებისადმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვას დეპუტატები ეხმაურებიან საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ევროპელი მეგობრების მიმართ უცერემონიო ტონზე საუბრობს. აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ მართველი გუნდი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფონზე დასავლეთთან თანამშრომლობის სურვილს კარგავს. მართველი ძალაკი დავით უსუფაშვილის ადეკვატურ რეაქციაზე საუბრობს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების მიერ 6 მარტს ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადება უსაფუძვლოა და აცხადებენ, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს. პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის სახალხო პარტიის წევრ პარლამენტარებს მოუწოდებს სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებების ხელმოწერისგან თავი შეიკავონ. ძალიან ცალსახაროებს. ყველაფრის კარგად დანახვა შეგვიძლია და პასუხიც იქნება
და უნდა იყოს ადეკვატური. როდესაც ქართული ოცნება და სპიკერი შეურაცხყოფას აყენებს ევროპარლამენტარების მაღალი დონის ევროპარლამენტარებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს ევროპარლამენტისა ძალიან კარგად გამოკვეთავს მათ პოზიციონირებას, ვისთან უნდა მათ ყოფნა. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა შესაძლოა საპროტესტო გამოსვლები დაიწყონ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ. სტუდენტებთან მოლაპარაკება დღეს განათლების მინისტრმა სცადა. მე შეგახსენებთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. ამ წუთებში კი უნივერსიტეტში საგანგებო ბრიფინგს მართავს კახა ბენდურიძე. აგრარული უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ბოლო ინფორმაციით თამარ გოგრესაშვილი გვერდთობა ახლა პირდაპირ ეთერში. თამარ, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს რამდენიმე წუთის წინ შეხვდა უნივერსიტეტის მფლობელი კახა ბენდუკიძე. მან ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ არ შეწყვიტონ ბრძოლა და დაარწმუნონ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები იმაში, რომ საბჭოს გადაწყვეტილება იყო უსაფუძვლო და მოიპოვონ მათი მხარდაჭერა. კახა ბენდუკიძის თქმით, სტუდენტებმა არ უნდა შეწყვიტონ ბრძოლა საკუთარი ინტერესების დასაცავად. სწავლა და ბრძოლა ეს იყო ამ შინაარსის მოწოდებით მიმართა კახა ბენდუკიძემ სტუდენტებს. იბრძოლეთ საკუთარი ინტერესებისთვის, არ არის ეს არც პოლიტიკა, არ ბენდუკიძის დაცვა. მადლობა დიდი რომ თაში დამეკარეთ. ძალიან მოგხილეთ, მადლობა დიდი რომ გუშინით მიხვედით. და ისე შეეშინათ თქვენი რომ გამოცხადებისთვის კი დამატებით 50 პოლიციელი გამოიძახეს. რატო ეშინიათ მათ თქვენი? იმიტომ რომ მათ გააკეთეს სუდი და ისე რომ მოგატყუეს. ამიტომ დაიცავეთ თქვენი ინტერესები, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, თქვენ მიგოთ ხარისხიანი განათლება. ყველა რაც გეგმები გქონდა, ყველა გეგმა განხორციელდება. ყველა ნაწილი რაც კიდე გაურემონტებელია, გარემონტება, მაგრამ თქვენ იბრძოლით იმისათვის, რომ არ შექმნას განცდა, რომ ეხლა სიტუაცია მოგვარებულია და შეიძლება რაღაც ჩაიფარცხოს. სიტუაცია არ უნდა ჩაიფარცხოს. აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილის განცხადებით არის მცდელობა, რომ მიმდინარე პროცესების პოლიტიზება მოხდეს. მე შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დღეს დილით იმყოფებოდა აგრარულ უნივერსიტეტში. ის შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს და იმსჯელეს ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით უნივერსიტეტს მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ აღნიშნული ხარვეზები მოასწოროს. ძალიან საინტერესო პოლემიკა იყო, სანამ პოლიტიკოსები, მათ შორის ჩემი წინამორბედი, ძალიან აქტიურად ჩაერთო დებატებში, რის მე დებატები ბუნებრივია დავტოვე, იმიტომ რომ მე მქონდა სტუდენტებთან შეხვედრა და არა პოლიტიკური დებატები. ეს მცდელობა პოლიტიზაციის ჩემთვის იგივდება სისტემის დისკრედიტაციის მცდელობასთან. დღეს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფის სამოქმედო გეგმას. ისინი აღნიშნავენ, რომ მუშაობენ სამოქმედო გეგმაზე და არ გამორიცხავენ, რომ დაიწყოს აქციებიც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით. ჩვენ მხარში ვდგავართ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს. შესაბამისად ჩვენ მოვედით, მაგრამ სანამ ეს შეხვედრა გაიმართებოდა, მანამდე ჩვენ მქონდა შეხვედრები პროფესორებთან, სხვადასხვა დეპარტამენტის პროფესორებთან, რომლებსაც უშუალოდ მათი პრეროგატივაა და მუშაობდნენ ამ საკითხებზე აქ უნივერსიტეტში. ძალიან საინტერესო რაღაცები გავარკვიეთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეიდანვე უკვე აღნიშნულ კომისიას მოვთხოვთ ოფიციალური გადაწყვეტილება საბუთს, სადაც არის ასახული თუ რის საფუძველზე ჩამოერთვა აკრედიტაცია აღნიშნულ უნივერსიტეტს. აგრარულ უნივერსიტეტში დღეს ასევე მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, საპარლამენტო უმცირესობის წევრები გიორგი ვაშაძე და სერგო რატიანი ამბობენ, რომ ისინი დაინტერესდნენ აგრარული უნივერსიტეტის პრობლემით, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის წევრები, მათ პოლიტიკური შეფასებები მისცეს საბჭოს გადაწყვეტილებას და აღნიშნეს, რომ მათი გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. რაც შეეხება აგრარულ უნივერსიტეტში ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, ამ წუთებში მიმდინარეობს პრესკონფერენცია, ჟურნალისტების შეკითხვებს კახა ბენდუკიძე პასუხობს.
დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში თამარ გორგესაშვილი საუბრობდა. საზოგადოებრივ მაუწყებელში არის საკმაოდ ბევრი კითხვა ფინანსური თვალსაზრისით ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის ახალი პროექტი საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის ფარგლებში ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრისას განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ არსებული მონაცემები სრულად ვერ ასახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის დავალიანებას სახელმწიფოსადმი. ხადური აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია მას დღის ბოლოს ექნება. დღის ბოლოს მექნება ინფორმაცია, რამდენადაც ვიცი, ძალიან დიდი სამუშაო პრაქტიკულად შესრულებულია. იქ არის საკმაოდ ბევრი კითხვა ფინანსური თვალსაზრისით, ანუ ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გვქონდა, სრულად ვერ ასახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის დავალიანებას სახელმწიფოსადმი, მაგრამ ჯერჯერობით მე საბოლოო მონაცემები არ მაქვს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადრილის პოსტზე წარდგენილი თამარ ბერუჩაშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი ხელს არ აწერს. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს მაია ფანჯიტიძე მიაწოდა. მისი თქმით, ხელმოსაწერა დოკუმენტი პრეზიდენტს დაახლოებით 2 კვირის წინ გადაერძანა, თუმცა ის დღემდე ხელმოწერილი არ არის. თამარ ბერუჩაშვილი ამ დრომდე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადრილის პოსტზე მუშაობდა. ახალი მოადგილის კანდიდატურა არის წარდგენილი და პრეზიდენტი ამ ბრძანებას ხელს არ აწერს. ისევე როგორც არ აწერს ხელს იმ 9 ელჩის დანიშნვის ბრძანებას, რომლებმაც უკვე გაიარეს პარლამენტში ყველა პროცედურა. ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადრილე დავით ზალკანიანი დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ფილიპ ლეფორს, ანტი თურუნენს და ანდრეი შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განსახილველ საკითხებზე იმშელეს. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 27 და 26 მარტს გაიმართება. ჩვენ დღეს გავიარეთ ჟენევის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფორმატი არ იცვლება და ის საკითხები, რომელიც არის ჩადებული ჟენევის მოლაპარაკებებში, ძალის არ გამოყენება და იძულებულ გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, ეს ყველაფერი დღის წესრიგში რჩება. შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი საზღვრისპირა სოფლებში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, სოფლებთან, სადაც ადრე პირობითი საზღვარი იყო, ბოლო 2 კვირის განმავლობაში რუსულმა მხარემ მავთუხლართები გააკეთა და საზღვარი გადმოწია. შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, მავთუხლართები ახლა შუა სოფლებზე გადის. ასეთი ვითარება რამდენიმე სოფელშია: ხურვალეთში, გუგუტიანთკარში, დვანსა და რამდენიმე სხვა სოფელშიც. გუბერნატორის თქმით, ხელისუფლება ამ რეალობას იგნორირებას უკეთებს და საზოგადოებას არწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა. რუსეთთან ურთიერთობა ეტაპობრივად არეგულირდება. ეს არის გატარებული პირდაპირ ნაკვეთებზე, არის კვეთს პირდაპირ ეზოებს, კვეთს ნაკვეთებს შუაზე. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, არის ერთის მხრივ წარუმატებელი მცდელობა მოლაპარაკებისა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, მეორეს მხრივ არის ამ ფაქტების მიჩქმალვა. შინაგან საქმეთა მინისტრი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ელჩებს შეხვდა. მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ფორმატების მიმდინარე საკითხები განიხილეს. მინისტრმა შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო პერიოდში მავთუხლართების ინსტალაციის გააქტიურებულ პროცესთან დაკავშირებით და ელჩებისგან ამ საკითხით დაინტერესება ითხოვა. ასევე განიხილეს ახალგორის რაიონში გაზის მიწოდებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციის თემები. საგარეო საქმეთა მინისტრი აპრილის დასაწყისში ბრაზილიაში გაემგზავრება. ამის შესახებ მაია ფანჯიტიძემ ჟურნალისტებს ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადრილე ვერა მაშადოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ფანჯიტიძის განცხადებით, ეს იყო პირველი მაღალი დონის ვიზიტი ბრაზილიიდან საქართველოში და აქედან გამომდინარე ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ საკითხებს დაეთმო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს არაღიარების პოლიტიკის, გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის შესახებ. დღესვე მაია ფანჯიტიძემ შეხვედრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური კორპუსის უფროსთანაც გამართა, რომელზეც მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით ყურადღებით შევეხეთ ეკონომიკის საკითხებს. რადგანაც ბრაზილიას მოგეხსენებათ აქვს ძალიან მზარდი ეკონომიკა და იგი დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
ვესაუბრე მას არაღიარების პოლიტიკის შესახებ და აგრეთვე გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის შესახებ. განვიხილეთ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული საკითხები, ორმხრივი საკითხები, მაგრამ აგრეთვე ასოცირების ხელშეკრულებაზე ბრიტანეთის მხრიდან მხარდაჭერა და საერთოდ ევროკავშირის და ნატოს კუთხით ბრიტანეთის მიერ გაწეული მხარდაჭერა. იუსტიციის სამინისტროში იპოთეკის სამართალზე მომუშავე ჯგუფის შეკრება გაიმართა შეხვედრის მონაწილეებმა პრობლემების იდენტიფიცირების საკითხებზე იმუშავეს კერძოდ სამუშაო ჯგუფის წევრთა გადაწყვეტილებით აღირიცხება ყველა პრობლემური იპოთეკური სესხი და დადგინდება პრობლემის მასშტაბები, რის შემდეგაც სამუშაო ჯგუფი საკითხის მოგვარების შესაძლო მექანიზმებზე იმუშავებს. პირველ რიგში შემუშავდება კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც კერძო იპოთეკართან ხელშეკრულების გაფორმებისას მოქალაქეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. კონკრეტულად მე ამ წუთას არ შემიძლია თქმა, რომელი ნაბიჯი და რა ღონისძიება იქნება ყველაზე ეფექტიანი ან ყველაზე მეტად შედეგის მომტანი ამ თვალსაზრისით, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია თქმა, რომ ამას სჭირდება პრობლემას სჭირდება კომპლექსურად ბრძოლა, დაწყებული პრევენციიდან როგორც ვთქვი, დამთავრებული ალბათ კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმების შექმნით. ეს არის დღეს დიდი ტრაგედია ქვეყნის მასშტაბის და სამართლებრივი რეგულირებები იქნება აუცილებლად საჭირო, რომ სისტემა თვითონ იყოს დაბალანსებული და ამგვარი გარიგებები უმწეობის გამოყენებით კი არ იდებოდეს, არამედ იყოს რეალური შეთანხმება, სადაც ორივე მხარის ინტერესია დაცული. არცია იუსტიციის სახლთან შენობასთან გრინპისის მხარდამჭერთა ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაცია სტეფანწმინდის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ასე გააპროტესტეს სტეფანწმინდაში ჰესების მშენებლობა. მათი ინფორმაციით ენერგეტიკის სამინისტრო შეწოლას ახორციელებს გარემოს დაცვის სამინისტროზე. რათა მათ ხდის ხეობაში ჰესის მშენებლობის ნებართვა დასცენ. არციის მონაწილეები ითხოვენ სასწრაფოდ შეჩერდეს ჰესების მშენებლობა და საფუძვლიანად გამოიკვლიონ ჰესებთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაფორმებული განაშეულებული პირდაპირ ეთქვე მემორანდუმების საფუძველზე დადგმდება საქართველოს უნიკალური ბუნება. მათ შორის მდინარე თერგის მიმდებარე ტერიტორიას ეხლა ანგრევენ და უპირებენ 90% მილში გაშურებას, ასევე ღვთის ხეობის, უნიკალური ხეობის გრევაზეა საუბარი, რაც შეიძლება სულ მალე დაიწყოს. აქედან გამომდინარე ჩვენ მოვითხოვთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ შეცვალოს კურსი, აღარ გააგრძელოს სიცოცხლის მიერ გამოწყებული ჰესომანია და რეალურად შეიცვალოს სიტუაცია და გადაარჩინოს მდინარე თერგის სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა მინისტრი, შეიცვალა მოადგილე, მართლა პოლიტიკის შეცვალა და ისე გაუაზრებლა და ყოველგვარი დაგეგმვის გარშემო ხდება ჰესების მშენებლობა საქართველოში. 2011 წლის მაისში ეგრეთწოდებული ყინწვისის სპეცოპერაციისას დაკავებული 24 პირი პროკურორების დასჯა სითხოს პროკურორების პროკოფი ჭანკოტაძისა და დავით ხიზანაიძის დასჯის მოთხოვნით მათ მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები პროკურორებს მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ აღიარებითი ჩვენებები მათ დაკავების შემდეგ სწორედ ჭანკოტაძისა და ხიზანაიძის მუქარების შემდეგ მისცეს. მათი ინფორმაციით პროკოფი ჭანკოტაძე თბილისის პროკურატურაში, ხოლო დავით ხიზანაიძე ვაკე საბურთალოს პროკურატურაში დღემდე მუშაობს. ეგრეთწოდებული ყინწვისის სპეცოპერაციისას ყინწვისის მონასტერში არნოლ-სარწმუნოებრივი მოძრაობის 24 წევრი 2011 წლის 26 მაისს დააკავეს. მათ ბრალად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდათ. პარლამენტმა ისინი პოლიტპატიმრებად ცნო და ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. ორი პროკურორი ფიგურირებს, ეგ არის პროკოფი ჭანკოტაძე და დავით ხიზანაიძე. ეს ის ხალხია, ვინც 22 ადამიანზე, რომელიც ახლა ნაწილი აქ არის, ნაწილი მოვა, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, რომ ეღიარებინათ ბრალი. იყო პირდაპირ მუქარა რა, რომ აი მეუღლეს დავაკავეთ, ჩემი შვილები დარჩებიან ესე უპატრონოთ და მე სხვა გამოსავალიც არ მქონდა არაფერი, უნდა მეღიარებინა კი არა, ყველაფერს ვაღიარებდი, რა თქმა უნდა, ოჯახს ვერ დავანგრევდი მაგის გულისთვის. პროკურატურის სპეციალური 12 კაციანი ჯგუფი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა მთავარი პროკურორის ბრძანებით მთავარ პროკურატურაში, აუცილებლად გამოიძიებს ყველა იმ საქმეს, სადაც აღმოჩნდება დანაშაულის ნიშნები. ეს საქმეც ბუნებრივი არ იქნება გამონაკლისი.
ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი წინა ხელისუფლებას ბიზნეს რეჭედში ადანაშაულებს. მისი თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნები წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობისთვის მსხვილი თანხების გადარიცხვას, ნაღდი ფულის დათეთრებას და უკანონო აუქციონებში მონაწილეობას აიძულებდნენ. ბიზნესმენი ამბობს, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პროკურატურის თანამშრომლების დავალებით ეხმარებოდა ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობასაც. მას შემდეგ, რაც პროკურატურაში საქმე აღიძრა, შოშიაშვილის კომპანიას თითქოს და ჩატარებული რევიზიით აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე 1 მილიონი ლარის გადახდა დააკისრეს. ბიზნესმენი და მისი ინტერესების დამცველი პროკურატურას მიმართავენ და საქმის ეფექტიანად გამოძიებას თხოვენ. ბიზნესმენს დღესვე უპასუხეს ქრისტიან დემოკრატებმა. შემოდიოდა ნაღდი ფული და შემდეგ ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის ანგარიშებზე ამ თანხების გადარიცხვა. ჩემმა კომპანიამ ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნების მითითებით რუსთავი 2-ში იყიდა საეთერო დრო ქრისტიან დემოკრატებისთვის. ერთი მხრივ გამოძიება მიმდინარეობს მისი უფლებების აღდგენაზე, მეორე მხრივ საგადასახადო არ იწყავს ერთ დღეში გაკეთებული დასკვნების საფუძველზე. უნებრივია ვერ იქნება ეს საგადასახადო დასკვნა კომპეტენტური, იმიტომ რომ საგადასახადო ორგანოში შოშიაშვილის ბუღალტერიც კი ერთხელ არ ყოფილა. ჩვენ მზათა ვართ რომ ამ ადამიანს შევხვდეთ, გავიგოთ რა როგორ და რანაირად აშანტაჟებდნენ თუ აძალებდნენ თანხების გადახდას და მე ვფიქრობ რომ ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან ბევრ ბუნდოვანებას და კითხვის ნიშანს ჩვენთან დაკავშირებით მოიხსნება. სასწრაფო დახმარების ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ. მოშიმშილეებს დღეს არასამთავრობო სექტორი შეუერთდა. საზოგადოებრივი თანხმობისა და კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ნაჭყებია სოლიდარობის ნიშნად ჩიმშილობას იწყებს. სასწრაფო დახმარების ცენტრის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა პროტესტის მიზეზი და მოთხოვნები გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს მერიისა და საპარლამენტო წარმომადგენლობას გააცნეს. შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ სისტემაში პრობლემის გადასაჭრელად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. დღეს ეს გადაწყვეტილება მოშიმშილეებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გააცნო და შიმშილობის შეწყვეტას თხოვა. მართველი ორგანო ეს იქნება ერთობლივი სამინისტროსი და მერიის, რომლებიც გაერკვევიან აბსოლუტურად აქ ყველანაირ სიტუაციაში და მოვედით თხოვო, რომ ამჟამად შეწყვეტონ შიმშილობა. ის მოთხოვნა, რომ ჩვენ სამსახურში ავდგეთ, ჯერჯერობით დაკმაყოფილებული არ არის. სანამ ეს დაკმაყოფილებული არ იქნება, ჩვენ მანამდე შიმშილობას განვაგრძობთ. რას უპირებენ იმ 4 გათავისუფლებულ, უკანონოდ გათავისუფლებულ ექიმებს? სწორედ ეს არის ჩემი პროტესტის მიზეზი, ვაპროტესტებ იმას, რომ სასწრაფო დაღადგენ. ჩვენს შემოგვიერთდებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც. საფრანგეთის საელჩო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღეს აღნიშნავს. ერთვიან პროგრამაში მრავალფეროვანი კულტურული, ლიტერატურული, კინემატოგრაფიული, მუსიკალური და საგანმანათლებლო ღონისძიებაა შესული. ფრანკოფონია 2013 წლის ფარგლებში გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. საქართველოში პროგრამა არის ძალიან მრავალფეროვანი. ჩვენი პარტნიორების წყალობით ესენი არიან როგორც კერძო საწარმო ფირმები, ასევე ჩვენი მუდმივი პარტნიორები, უნივერსიტეტები, სკოლები, შვეიცარიის საელჩო. ჩვენი პროგრამა არის საკმაოდ მრავალფეროვანი და იმედი მაქვს, რომ ის დააკმაყოფილებს ყველა ფრანკოფონს თუ ფრანკოფილს და ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც აქვს ფართო ინტერესი. შვეიცარია წლევანდელი ფრანკოფონიის ღონისძიებებზე წარმოადგენს ურსულა მაიერის ფილმს ბავშვი მაღლიდან. ეს არის 2013 წლის შვეიცარიის საუკეთესო ფილმი. ფილმი წარმოდგენილი იქნება 3ჯერ მარტის თვის განმავლობაში თბილისში 19 მარტს, ბათუმში 20 მარტს და ქუთაისში 21 მარტს. საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში ხმის პროცესი ბაღდათის რაიონში უკვე დაიწყო. პროცესს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და მთავარი პროკურორი ბაღდათის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ კბილაშვილი აგვირდებოდნენ. ისინი სოფელ დიმში მოსახლეობას შეხვდნენ და საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადრილზე გაეცნენ. ადგილობრივები მინისტრსა და პროკურორს იმ პრობლემებზეც ესაუბრნენ, რაც წლების განმავლობაში რაიონში არსებობდა. საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ხმის პროცესის დაწყებას ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ერთ-ერთი ბენეფიციარის ოჯახში დაესწრო. მინისტრი სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ეს გახლავთ საგაზაფხულო პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი ქვემოყარჩში დაიწყო. დღეს იმერეთში ვიმყოფებით, ბარათების დარიგება იმერეთში პირველ ეტაპი დასრულებულია და როგორც ხედავთ, მექანიზაცია უკვე შემოსულია და დღეს ბაღდათის რაიონში პირველი ფართობები მოიხსნა უკვე. ეს ბარათი რომ გამოუშვეს, კარგია, ხალხი გახარებული არის. ტრიალობენ, ახლა ხედა გამოსულია თელიგრუპა, ელოდება დახვნას, ახლა უნდა მოსავალი აღება, თუ რა წელიწადი არ დახვნ რევიზიას ახლა. სალიაგის ძვირი იყო, ტრაქტორის ძვირი იყო, მისი მოვლა, პატრონობა ძვირი იყო და ახლა მოbrunდა პატარა ხალხი.
სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და რაიონის მოსახლეობას საგაზაფხულო პროგრამის შესახებ ინფორმაცია გენერალურმა პროკურორმა და ბაღდათის ყოფილმა მაჟორიტარმა არჩილ ყბილაშვილმა გააცნო და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ვთხოვეთ ბატონ დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომ დღეს წამობრძანებულიყო ბაღდათში და მოსახლეობისათვის განემარტა ის პროგრამა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს სოფლის მეურნეობის აღორძინების კუთხით. სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამით ისეთი მიწებიც იხსნება, რომლებიც წლების განმავლობაში დაუმუშავებელი რჩებოდა. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობისათვის პრობლემას სასოფლო ტექნიკის არქონაც ქმნიდა. დაახლოებით 10-12 წელი ეს ფართობები არ მოხდულა, არ დამუშავებულა. ეს არის სხვაგანაც არის ანალოგიური მდგომარეობა და ისეთი მიწები იქნება, რომლებიც მართლა წლები არ დამუშავებულა. ამიტომ არის ქვეყანა დაახლოებით 70-80%-ს მოიხმარს იმპორტირებულ საქონელზე. ჩვენ წელს შევიძინეთ 314 ერთეული ტრაქტორი, რომელიც აპრილის 15 რიცხვამდე უკვე იქნება საქართველოში და ძირითადად ევროპული ტექნიკა ჩამოყავს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საგაზაფხულო სამუშაოებს ერთდროულად 6 რეგიონში ახორციელებს. ხმაური მოყვა დღეს ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რამრეობის ახალი ხელმძღვანელობის აზდღიანი ანგარიშის მოსმენას აღორძინების ყოფილი წევრისა და ამჟამად ორგანიზაცია სამართლოს ხმის ხელმძღვანელმა თერჯი შუშიამ ზუგდიდის რამრეობა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯასა და ნაციონალური მოძრაობის კურსის გატარებაში დაადანაშაულა. რამრეობაში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ, დარბაზში კი შუშიას ნაციონალების მართული და პროვოკატორი უწოდეს. შეხვედრაზე რამრეობის მოვალეობის შემსრულებელმა მოადგილეებთან ერთად რაწეულ სამუშაოზე ისაუბრა. ზუგდიდის ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით 4 მილიონი ლარით დაიზარდა, 9 მილიონით სოციალური პროგრამების დაფინანსებაა გაზრდილი. 9 წლიანი ნაციონალური კონსტიტუციაზე აღზევებული რეჟიმის შემდეგაც მე ვხედავ, რომ გრძელდება საბიუჯეტო სახსრების პლანგვა. ადამიანები თვითმმართველობაში ძალიან დაბალი ლეგიტიმაციით არიან მოხვედრილები და ვერ ჩამოდიან $45,000 მანქანებიდან. რაც შეეხება ავტომანქანებს, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების ფუფუნება. მე ელემენტარული მობილური ტელეფონიც არ შემიძლენია. არ ვიცი, თენგიჯგუშია რატო ახლა და რატო იკლავს თავს? თენგიჯგუშია 9 წლის განმავლობაში არავის არ უნახია ზუგდიდში. თენგიჯგუშიას არანაირი ნაციონალები რასაც აკეთებდნენ და მიშას რეჟიმის მიმართ არასოდეს პროტესტი არ ქონია. და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა ექსპერტთა კლუბის ოფისში. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები პრემიერ-მინისტრს ხვდებოდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე ორი ძირითადი საკითხი განიხილებოდა: საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები და საკონსტიტუციო ცვლილებები. და ჩაჩო უფრო დეტალურად ისაუბრებს ამ შეხვედრაზე. ის ახლა დადიანის ქუჩაზე იმყოფება ექსპერტთა კლუბში. ნოდარ გისმენთ. დიასოფო შეხვედრა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიდიოდა. 3 საათის განმავლობაში ექსპერტები და პოლიტოლოგები პრემიერ-მინისტრს უზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებს, ძირითადად საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. იმ ცვლილებებზეა საუბარი, რომელიც მმართველმა კოალიციამ განსახილველად პარლამენტში მარტის ბოლოსთვის უნდა წარადგინოს. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარიც გააკეთა, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა, რაიმე სახის კონკრეტულ შენიშვნებზე დღეს ივანიშვილს ყურადღება არ გაუმახვილებია და როგორც მან განაცხადა, რაიმე სახის კონკრეტული შენიშვნები ექსპერტებს არ ქონია, თუმცა ექსპერტებმა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოსაზრებები მიაწოვეს კოალიციის ლიდერს. პრინციპებზე შევთანხმდით, არ იყო ისეთი აზრი, რომ ერთი ნაწილი ან ერთი პიროვნება აფიქსირებდა და სხვები არ იზიარებდნენ. ძალიან ჯანსაღი პოლემიკა იყო, რომ იოლად ვარწმუნებდით ერთმანეთს, სადაა სწორი გზა და მე მგონი, რომ დიდი დრო ამაზე არ დაგვიხარჯავს. გასაკეთებელია. კონსტიტუცია შესაძლებელი, კონსტიტუციური რეფორმაა გასატარებელი. პრემიერ-მინისტრმა დღეს ასევე კომენტარი გააკეთა თავად საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში უკვე გასვლასთან დაკავშირებით და მის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რა ქონდა, რა ალტერნატივა ქონდა მართლ კოალიციას იმ შემთხვევაში თუ კი ნაციონალური მოძრაობა უმცირესობა არ დაუჭერდა მხარს, მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შედგებოდა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაშინ ისინი საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენენ და მოისპობენ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს. ხარს დაუჭერენ თუ არა და მათი აზრები არის თუ არა გათვალისწინებული და თქვენს გიპასუხებთ, ალბათ გავყოფნი ამ ორ კითხვას მაინც. მე არ ვიცი რა აქვს მათ მხედველობაში. ჩვენთვის, ჩემთვის პირადად და შორის კარგად გამომივა, გაგრძელება. ჩემთვის პირადად
პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ესენი დაუჭერენ ხარს თუ არ დაუჭერენ ხარ საკონსტიტუციო ცვლილებას ეს მათი საქმეა უკვე მათი თამაშია ეს არის ნაციონალური მოძრაობის თამაში ესე ვთქვათ ხოლოდ საკუთარ თავს ეპაექრებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და მე მგონი ვერ გააცნობიერეს ბოლომდე რომ ეს ესეა ქვეყნის მეთაური დღეს კიდევ ერთ თემას შეეხო მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებულ დასკვნასთან დაკავშირებითაც გააკეთა როგორც ბიზინა ივანიშვილმა აღნიშნა საქართველოს ხელისუფლება აპირებს ყველა შენიშვნისა და რეკომენდაციის გათვალისწინებას რომელიც საკონსტიტუციო რომელიც ვენეციის კომისიამ დადო მოსამართლეების კანონპროექტთან დაკავშირებით რაც შეეხება ექსპერტების შეხვედრას თავად ბიზინა ივანიშვილის განცხადებით მსგავსი ტიპის შეხვედრები ექსპერტებთან პოლიტოლოგებთან და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან გაგრძელდება და ბევრი მათი შენიშვნა იქნება განთვალისწინებული და აისახება შემდგომ საკანონმდებლო თუ სხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა, ეს იყო ნოდარ ჩაჩუა. მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის გადასარჩენად არც ეზრდება ქართველი ხელოვანები დღეს მარჯანიშვილის თეატრში შეიკრიბნენ 24 წლის მსახიობს ურთულესი დაავადება აპლასტიური ანემია აქვს, რისთვისაც სასწრაფოდ ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია. ჩვენ ქართველი მსახიობები. მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის გადასარჩენად საქართველოს ყველა თეატრი ერთიანდება. 24 წლის გიორგის სიცოცხლე საფრთხეშია. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა. ოპერაცია საკმაოდ სოლიდური თანხა, $400,000 ჯდება. გიორგი არის ჩემი აზრით უკიდურესად საინტერესო მსახიობი, რომელიც ჩემთვის პირადად როგორც რეჟისორისთვის იყო ყოველთვის და არის და იქნება ძალიან საინტერესო მუშაობის დროს, მუშაობაში. ახალგაზრდა მსახიობის დასახმარებლად დაწყებული კამპანიის ფარგლებში თბილისის გარდა საქველმოქმედო სპექტაკლები და კონცერტები რეგიონებშიც გაიმართება. გადავწყვეტეთ დიდი კონცერტი გავაკეთეთ 31 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო ზარბაში. კულტურის სამინისტრო გვერდი დაუდგება ფულადი საშუალებითაც და ისედაც კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა გარდა ამისა გამოხატეს სურვილი რომ მათ თავის პირადი ასე ვთქვათ პირადი დახმარება გაუწიონ გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველა ხელოვანისათვის, ყველა ადამიანისათვის, ვისაც ხელოვნება უყვარს და იცნობს ამ ადამიანის შემოქმედებას არის ძალიან მნიშვნელოვანი. თბილისის მერია $50,000 დაეხმარება და ასევე მონაწილეობას მიიღებს 31 მარტის დაგეგმილ მისადმი მეცნიერულ საღამოში. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის ოპერაცია ისრაელში უნდა გაუკეთდეს. ამ დროისთვის უკვე შეგროვილია $70,000-მდე. და კიდევ ერთი ინფორმაცია 3 წლის სიდონია სეფიაშვილს სასწრაფოდ ჭირდება საზოგადოების დახმარება პატარას თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგნენ და მისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ მკურნალობა, რის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებს შეუძლიათ დაარეკონ ტელეფონის იმ ნომრებზე, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ. საბოლოს ერთი საუკუნის წინ აგებული გერმანული სასახლე, სადაც ქართული საღამოები იმართება ბერლინის ცენტრში, ლიცენზიის ტბის პირას მდებარე უნიკალურ სასახლეში თვეში ერთხელ ქართველი ემიგრანტები თუ უბრალოდ საქართველოსი დაინტერესებული სტუმრები იყრებებიან და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ესწრებიან. რაფე ტიფლისი 19 საუკუნისთვის დამახასიათებელი დიზაინის სასახლეში და დიდი წინაპრის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. ბელტაჟი 1902 წელს ჩემმა დიდმა ბაბუამ ააგო. ის ბიზნესმენი, იურისტი და მშენებელი იყო. ვერნერ აიხმანი პრუსიიდან ჩამოვიდა და ხელი სამშენებლო საქმეს მიჰყო. ბოლოს ბევრი სახლი ააშენა ბერლინში და ამით გამდიდრდა. ააგოს 5 სართულიანი სახლი თავის ოჯახისთვის. ახლა გაჩვენებთ როგორ მოაწყო პაპაჩემმა თავისი დროისთვის სუპერ თანამედროვე სასახლე. მე მიმაჩნია რომ მას უნდა სასახლე მუზეუმში ეცხოვრა. აქ ბევრი ისეთი ნივთია, რომელიც შუა საუკუნეებშია შექმნილი. დიდი სიამოვნებაა ჩემთვის ვაჩვენო სტუმრებს როგორ ცხოვრობდნენ 100 წლის წინ. მართალია ეს სასახლე მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა, მაგრამ მე-19 საუკუნის სურნელითაა გაშკნილი. მე მართლა ძალიან მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა ეს ჩემი პროექტი კაფე თიფლისი ასეთ ულამაზეს ადგილას წარუდგინო აქაურ საზოგადოებას. ამ პროექტის მიზანია არა მხოლოდ ჩვენი ქართული ამ უნიკალური სამზარეულოს პოპულარიზაცია და პრეზენტაცია, არამედ აქ ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. აქვს სალონური ხასიათი. იკრიბებიან მხატვრები, მუსიკოსები,
ფოტოგრაფები, მსახიობები, ჩვენი თანამემამულეები, აქ მუდმივად მცხოვრები თუ ახალი ჩამოსულები, გერმანელები, ქალაქის სტუმრები, ემიგრანტები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. ხდება ინფორმაციების და გამოცდილებების გაცვლა-გამოცვლა. დავით დარგმშიდობებით 8-დან 9 საათამდე მეცხრე არსე ბიზნესის დრო გადაცემის თემებზე და სტუმრებზე თია შველიძე ისაუბრებს თია საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა, რაც შეეხება დღევანდელ თემებს, ჩვენ დღეს შევეხებით იმ სიახლეებს, რომელიც იმ ეკონომიკურ მოვლენებს, რომელსაც დღის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, ამავე დროს თავარი თემები იქნება არაპროგნოზირებადი, რისკიანი და ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარი. ეს არის რამდენიმე სიტყვა, როგორც ახასიათებენ რუსულ ბაზარს სპეციალისტები და ანალიტიკოსები, ამ თემაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და არაერთ გადაცემაში, თუმცა ჩვენ დღეს უფრო გლობალურ ჭრილში განვიხილავთ ამ საკითხს და ჩვენ ამაში დაგვეხმარება სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილი. კიდევ ერთი თემა, რომელსაც დღეს შევეხებით, შეეხება სამშენებლო სექტორს, კონკრეტულად კი ამ შემთხვევაში საუბარია ორ დეველოპერულ კომპანია Dexus-სა და Centerpoint-ზე. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება Dexus-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კილაურიძე და ჩვენ ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე და იმ საკითხებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ამ კომპანია უბრალოდ Centerpoint-სა და Dexus შორის წარმოიშვა. დიდი მადლობა თეა წარმატებული ეთერს გისურვებთ. მეტი ამით მშვიდობებით 8 საათზე ბიზნესის დრო, ზუსტად 7 საათზე კი გოგი ახალდაცის მატრიცა პირდაპირ ეთერში. მე ხვალამდე გემშვიდობით, მადლობა რომ გიყურებთ. დაფარეს.